მოგესალმებით გამას მაყურებელნო თქვენთან ერთად ვართ გიორგი ბუჩუკური ლუკა კვარაცხელია ისე იგივე ლუკა ჯიცერი და რა თქმა უნდა მე გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი ეს დატოვეთ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის რომ განვიხილოთ უმაგრესი კარდი ასე ვიყოთ გუში და დღეს ამ დღეში რატო ვარ მე ყველა გუგერავდა ხო ვიწერთ მოსკოვიც გიგა რომ არაცენზურირებდეს ამ ვიდეო მატერიალს ესე ვიტყოდი თუმცა თქვენ შეხედავთ გაცენზურირებულ ვერსიას ნებისმიერ შემთხვევაში კარდი მაინც საინტერესოა და ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბრო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლა ყველაზე დიდ მოლოდინ მყოფნის ქვეშ ბრძოლა რომელია ბატონო გიორგი ბუჩუკურო მე მელიქიანის ბრძოლებს ყოველთვის ველოდები იმიტომ რომ ველოდები დესტრუქციას და დესტრუქცია მიყვარს ანუ ერთფეროვნად ფიქრობ რომ ნაირ მელიქიანი არის ფავორიტი ამ ბრძოლაში არა უბრალოდ ვიცი რომ ჩეხვა იქნება და ჩეხვას მივესალმები ყოველთვის ვის მხარეს წავა და ვინ იქნება ფავორიტი მაგის განსაზღვრისის არ მაქვს საუბარი ჩეხვა იქნება ამას მე შეგვიძლია ზუსტად აი ხა სწორად გამოვიცანი ჩეხვიზმის მიმდევარი ვარ შიშველი ხელებით 5 რაუნდი ხო? ტიკლიკანა ხელებით 5 რაუნდი უფ დასარევის ხუბი არის ამ კარდზე კი არა მე მგონი ზოგადად ეხა რომ შეადგინო ყველაზე მაგარი ხუბი გამაში ჩემი აზრით ეს არის აი ტოპ ბრძოლა ალბათ რაც ისედაც ყველას მოვა და მე როგორც კომენტატორი ერთი სული მაქვს როდის წავიყვან მაგ ხუბს რა თან რემატჩია თან პირველი ენიბაიოს აქვს მოგებული თან არც ერთი მარცხი არ აქვს მარც მელიქიანს არც ენიბაიოს ჩვენ ორგანიზაციაში თან შიშველი ხელებით თან 5 რაუნდი მოკლედ ძალიან ველოდები რა ძალიან მაგარი იყო პირველი ჩხუბი სხვაგან ჩატარეს ოკეი კენტუსებით და ნუ წესების განსხვავებაც იყო კლინჩი ფაქტიურად კრივი იყო კენტუსებით ფაქტიურად რინგიც მეტად დიდია დიდი იყო იმასთან შედარებით რაც ჩვენ გვაქვს და ეს კიდე უფრო მეტ ინტრიგას ბადებს ჩემი აზრით აი ამ რინგზე შიშველ მუშტებით 75 კილოგრამში ჩხუბობენ ჩვენი bad boys კამარი შემოვიღეთ სხვათა შორის ამ ბრძოლასთან ერთად იქნება bad boys belt-ის პრეზენტაცია ნუ რა თქმა უნდა ახლა არავისთვის დასამალი არ არის ანალოგიურად როგორც UFC-ში BMF-ის კამარია BMF-ი რატო არ დავარქვით მე მგონი ქართულ თემაში არ ჯდება ახლა bad boys-ი ჯდება bad boys-ი ხო ახლა Will Smith-ის ამბავს კამარი სად არის პრეზენტაციას დაელოდე ჩვენ ვერ ვაკეთებთ აქ ვერ ვიჭერთ პრეზენტაციას ვერ ვაკეთებთ ნუ ჯერ მზადდება ახლა ცოტყიერად მოგიყვე არ მინდა მირჩევნია გაჩვენო ნუ მაგარი კამარი კაროჩე ნუ დიდი ფული გვიჯდება ამ კამრის არსებული კამრის სამმაგი ფასია არსებული კამარი სადღაც 2500 ლარი ჯდება გაკეთებაში და ისიც შევევაჭრეთ ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვთანამშრომლობთ კამარმჭედელთან და ეს სამმაგი ფასია კამარმჭედელი და ძალიან მაგარი კამარი იქნება ძალიან მაგარ ბრძოლას ველოდებით კი ბატონო შიშველ მუშტებზე იქნება და ნუ ჩეხვა იქნება თუმცა უბრალოდ აი ქორწილში ჩეხვები როგორც არის ეგეთ ჩხუბს მე არ ველოდები ვფიქრობ რომ ტექნიკაც არ მოაკლდება ამ ბრძოლას ხან ნაირსაც გამანადგურებელი ტექნიკა აქვს სამანდარის ტექნიკაც არაერთხელ გვიხილავს მათ შორის გამას რინგზე თან ეგ კამარი ეგ სახელი მაგორბის მაგრა უხდება ორივეს ენიბაიოს ჩხუბები ორივეს არა ენიბაიოს არა ყველა ნოკაუტი მაგრამ აი ეგეთი ჩხუბები აქვს როგორი სახელის აქვს მაგ კამარს რა შიშველი ხელებით 5 რაუნდი ნაბის არ გავს უკან კარიღლებას უწინ მიდის ზადნი ორივეს ჩაშლილი ეს bad boys იდეა bad boys კამრის იდეა დიდი ხანია დაიბადა იმიტომ რომ მე ახამდე არ მსმენია მე მინდოდა გამანადგურებელის კამარი გამანადგურებელი რატო აქვია იტალიაში რო ვიყავი ერთი კვირით ქორწილში მომიწია წასვლა ახლა
ვერ დავტოვე და იხელთა მომენტი ჩვენმა არ დავასახელებ ერთმა ბოროტმა ულვაშა ადამიანმა და ხშირად თანხმობაში ჩემ იდეებთან არ არის არა და ხო კაი კრეატიული იდეები სასაუბრო მე გამანადგურებელი ბევრად ჯობია ვიდრე Bad Boys. Bad Boys ფილმის დედაცვატირე ბიჭო. Bad Boys-ი არის bullshit-ი ძმა. ერთ-ერთი კარგი Bad Boys-ი რაც არის კაპიტანი მეორეში. კაპიტან უსა ტიპი არის მაგარი. დანარჩენი Bad Boys-ი იმენა უსაშველო ჯობია. ხო და გამანადგურებელი ხო, მაგრამ აი ინტერნაციონალიზაციის გათვალისწინებით Bad Boys გავაკეთოთ და მეთქი თუ გინდათ კარგი. How bad are the boys though? არა, Bad boy, hey bad boy, what the fuck? გამანადგურებელი თან უფრო უხდება. გინდა ენიბავის, გინდა მელიქია. გამანადგურებლები არიან მართლა. Distraction, distraction-ი და გეკუნა. Demolition belt. მაგარი დაშლა არ მოშლის ადგილზე ვარ. Distraction, distraction. ნუ რაც არის Bad Boys, Bad Boys. არ გადავუაროთ მოდი სახელს ხო? კარგია Bad Boys. კაი. მეორე ყველაზე კარგი სახელი რაც შეიძლება დაგეკუნა. ამის გარდა მეგობრებო, სერიოზული ბრძოლებით არის აღჭურვილი ეს ქარდი. 9 უსასტიკესი ბრძოლაა, მე-1000 ვამუშავებთ მე და ჩემი გიორგების გუნდი სამეული ვამუშავებთ ამ უსასტიკეს ქარდს, არც ერთი ბრძოლა არ ჩამოუვარდება, არც ერთი. ნუ მეორე ხაიპურ ბრძოლაზე მინდა ვისაუბრო. პროს ყოვლისა კაროჩე, ისე ვერ დავტოვებ რა ამას. სლავას მინდა შეუდიო რა. იმიტომ რომ ძალიან დიდ ხანს ვამუშავებდით მის კამრის დაცვას. ეს ნიკა ბოკელავაძის და სლავას ძმაკაცობა ხო უკვე ყელში მქონდა გაჩხერილი 9 წელია. როგორც იქნა გადაწყვიტეს ბიჭებმა რო ეჩხუბათ ერთმანეთში, ბევრ დათმობაზე წავედი მელიჩნად სლავასთან ურთიერთობაში, ანუ სხვა ორგანიზაციაში მივეცით ჩხუბის საშუალება, იმიტომ რომ ჩვენთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. იმ იმედით რომ დაიცავდა ამ კამარს, თუმცა ვერ დაიკლო წონა. და ნუ მიუხედავად იმისა რომ 2 კვირა ქონდა წინ კიდე 25 კილო დარჩა წონის დასაკლებად და ვერ ატარებს ამ კამრის დაცვას. ანუ 125 კილო. 93-ში არ არის ჩხუბი? ხო, დაჟე მეტი კილო. 93-ში, მაგრამ ნახე და ცოტა მოზრდილი იყო ვარგიშვილი ფიზიკურად რო ნახე. 125 კილოა ბიჭო? ნუ, კაროჩე, 20 თუ 25 კილოს დაკლება მიწევსო და ნუ რა ვიციო, არ გამომიყვანო. საშუალო წონაში არ ჩხუბობდა ვარგიშვილი თავიდან? საერთოდ წლების წინ გეუბნები. ნუ ეხა 18 წლის 18 წლის იყო 13 წლის 3. ზოგადად 93 კილოს მებრძოლი იყო ყოველთვის, მაგრამ 84-ში მახსოვს რომ ბრძოლა აქ ჩატარდა. 4-ში თუ 85 კილოს გრან-პრიშიც მიიღო მონაწილეობა და 84-შიც უჩხუბია. შენ საყვარელ მებრძოლთან დავით ბადურაშვილთან. ასეც. Stoners მოკითხა. შეგიძლია კრედიტ ლაინი გახსნილი გაქვს მიწერე. არა, კრედიტ ლაინი დახურულია. If you wanna fuck shit up. ხო და რა ვიცი, აი ბუჩო შენ რა ვიცი, იგივე ხა გამოცდილ ჩახედული ხარ, ხო, დიდ ორგანიზაციებში როგორც ხდება. და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან დასანანია. მიუხედავად იმისა, რომ ბერკე აქსოი მაგაზეც ვისაუბრებ. სათანადო ჩანაცვლება რაღაც დონეზე. მე ძალიან გული დამწყდა, რომ სლავამ ვერ შეძლო წონის დაკლება და ვერ შეძლო დანაპირების შესრულება, ჩემზე დანაპირებს ვიძახი და აი მაგალითად UFC-ში ასეთ ვითარებაში სპორტსმენი ისჯება თუ ნუ რაღაც დონეზე დასჯაც მოხდა ჩვენ ხრიდან ახლა ტიტული დაკარგა და ნუ თავიდან მოუწევს თუ სატიტულო ამბიციები აქვს დამსახურება თუმცა სხვა სანქციები თუ მოყვებოდა UFC-ში რავი აი შენ ნუ ორივე ძალიან ჩახედული ხართ ხო შიდა ვითარებაში და აკვირდებით ჩემპიონი მაგხელა წონას იმატებდა ესეთი მაგარი ერთი რამე გვიქვს რა რომ 25 კილოს დაკლება
ერთი კვირის წინ გავიგე მაქსიმუმ რომ ბოკელაძეს შეეცვალა ოპონენტი. დაანონსება ამის შესახებ მოხდა ორშაბათს მე მგონი, ხო? 3-4 დღის წინ, კი. ხო, ანუ და ბრძოლა არის 2 კვირაში და 25 კილოს დაკლება ამ პერიოდში რეალური იყო შენი აზრით? 3-4 დღის წინ კი არა, ერთი ანუ 25 კილოს არარეალური იქნება 10 კილოს დაკლებას. თუმცა სლავას სიტყვებით დაიკლებდა და უბრალოდ რა კონდიციებში იქნებოდა არის იკლებს UFC-თვის ვიღაცა 2 კვირაში 2 კვირაში არა, მაგრამ სიგიჟე 2 კვირაში 8 არებენ ჩიმაევი და არებენ ეგეთ ხალხი ვიცი ხა ხო ხვდები ბუჩო შენ 1.80 იქნები ხო მასე თოფურიაც იყლებდა რა ვიცი ჩიმედოთ რა ხაბიბი იყლებდა უზარმაზარ წონას ხო ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი კილოგრამს იყლებს მაგრამ 2 კვირით ადრე დაკლება უბრალოდ არარეალურია და ჯანმრთელობის ამბავშიც ძალიან სიგიჟეა UFC-სთან უბრალოდ ცუდი შედარებაა იმიტომ რომ UFC-ის ჩემპიონი მე არ მახსენდება ეხა ყოველ შემთხვევაში ახალი რაში მებრძოლი რომელიც ამ ხელაწონას იმატებს off-season ბჭყალებში რომ დავარქვათ რომ საბრძოლო არ აქვს ჩანიშნული თან მეტყვით ეხა მარგეშვილმა სხვაგან იჩხუბა და ერთადერთი ვინც ვიცი პედიმი ბილეტი არის ვინც ამ ხელაწონას სუქდება კიდე ზემოდან ხვდები ანუ განაუბრალოდ წონას იმატებს სუქდება ზემოდან და მაგის გათვალისწინებით ეხლა რავი ამ სანქციებს და რაღაცას თქვა არ შემეძლია მაგრამ უბრალოდ სიგიჟეა 25 კილოს და მეტის დაკლება 93-მდე უნდა ჩამოსულიყო და 125 კილოა 33 კილოზე მელაპარაკები 2 და 3 კვირით ადრე რაც უბრალოდ არარეალურია ეხლა რაც გამახსენდა ეგ საჩემპიონო ბრძოლაზე წონის კლების გამო რო ჩაეხნა ტიპი ის ძალიან დაისაჯა და ერთი ოლივერამ ვერ ჩააბარა ერთ 3 წელი კიდე ხამარზე არ აჩხუბა ეგ ცარუკიანი უკვე გავიდა 3 წელი ეგ მეცერება გათხოვს მე 2 წელიც გასულიო 1 წელში ეჩხუბა 2 წელი უეჭველი გასული იქნა ანუ ეგ არის მოიკანო შარშან ეჩხუბა მოიკანოს დროინდელი ამბავი შარშან მაგის მე მოიკანო ვონცმანი მან შარშან იყო ერთი ხო და ეხლა კიდე რაღაც სხვა ჭხუბი აქვს და ეს თუ მოიგო მე კიდე შეიძლება მიცენა არა გამოდე ჭხუბი. ზოგადად ეხლა საჩემპიონო ჭხუბზე რო იხსნებიან ეგეთი მიერის გამო დასჯა შარი რეალური რაღაცა. ორი სხვადასხვა ვარიანტია მან. ერთი არის ცარუკანი როგორც ჩაიხსნა იყო. დასჯას ნუ დავარქმევთ ეხლა რაღაცა არის ფიქრობს მაყურებელმა მით უმეტეს სლავამ რომ რაღაც იმით უდგები ამ ჭრილით მაგრამ ჩემს ღია საკითხია ეხლა ადამიანი ну გარკვეულ ბენეფიტებს იღებ იმით რომ გამაში ჭხუბობ, ცნობადი ხდები როგორც მინიმუმ, ჩემპიონის სტატუსი გაქვს. გავამხელ ცოტა მეტად სიტუაციას, გარკვეული პრეტენზიები ქონდა იმასთან დაკავშირებით რომ ბრძოლას არ ვთავაზობთ. იმიტომ რომ უნდოდა ბრძოლა და მზად იყო. თუმცა პირდაპირ ვიქნები არც სლავა ხა ხაიპური, არ არის ხაიპური პირდაპირ ვთქვათ. ჩემპიონის სტატუსს ატარებს, მაგრამ იგივე ბოკელავაძე რო ავიღოთ, მეტად ხაიპურია ვიდრე სლავა. და ბოკელავაძესთან ბრძოლა ჩემთვის მით უმეტეს პირველი ბრძოლის ჭრილში ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად და ზოგადად მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ იმ 3 რაუნდში რაც ჩატარდა მეოთხეში ხო ჩაეხსნა ბოკე. საჯების ქულებით 3-ვე რაუნდი მოგებული ქონდა. თუ სწორად მახსოვს, შემისწორეთ. ხო, სწორად მახსოვს. ბოკელავაძეს ქონდა მოგებული 3-ვე რაუნდი საჯების ქულებით. კი. მაგრამ მე დაიღალა და ჩაეხსნა მეოთხე რაუნდიდან. ანუ ვეღარ გააგრძელა და თავისთავად სლავამ მიიღო ეს მოგებული. სუნთქვა აღარ იყო რა. ხო. და ამ ვითარებაში ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რა ასე ვთქვათ აზრი გამოიტანა ორივემ პირველ ბრძოლიდან და მეორე ბრძოლის ნახვა. აი გულწრფელად ველოდებოდი ამ ბრძოლას და მარტო ეგ ხო არ არის მე როგორც ვიცი ბოკელავაძე სლავას რო ეჭხუბა მაგამდე არ ვარჯიშობთ ანუ კრივში მომზადება ეს ახაც ქვია სპორტისთვის მომზადება მე ვიცი რომ მაგის შემდეგ დაიწყო არ ვარ მართალი ცოტა უტრირებული თემაა ეხა ეგ ემზადებოდა კიმაძესთანაც მაგრამ მოემზადა და სლავასთვისაც ემზადებოდა და ასე შემდეგ ეხა ცოტა უტრირებული თემაა ეგ ეხა ბოკელავაძე სპორტსმენია, სრულყოფილი სპორტსმენი, რასაც ქვია, როგორც ეხლა არის რა ვარჯიშობს, მაგის ნახულობ, ხა ნაირთან ერთად არის როგორც ვიცი, ნაირი ეხმარება, მაგამდე ემზადება ქიმიადის მასწავლებელი იყო, მაგრამ დასაწყის პერიოდში პირველ 3 ჯგუფში ყოველთვის ემზადებოდა, ასე თუ ისე, სრულყოფილი სპორტსმენი ვით არ ემზადებოდა ეხა დღეში 2 ვარჯიში და ასე შემდეგ და ეხა ქალები დუდუკი დალევა არასდროს მოუკლია, თუმცა მე ვიტყვი რომ ბოკელავაძეს
ხელი აქვს აღებული ვაფშე ვარჯიშზე და თავისთავად გამოდის. ეხა ვერ იყვი, ეხა ეგრე არ არის რა, ეხა ციდან თავზე არავის არაფერი ეცემა და გენეტიკიდან დაწყებული რეგბისტი იყო თავის დროზე თან ფიზიკურად და ფიზიკურად ძალიან განვითარებულია და რეალურად სასწაულ ჯანზეა ნახდათ და ერთადერთი ნაირა თუ შეედარება ისე რაც ისტორიები მომიყვა იქ რო იყო ჩასული და ნაირა როგორ ფორმაში მაგრამ ემზადებოდა ყოველ ბრძოლისთვის ემზადებოდა და ძალიან ადეკვატურად აფასებს მეტოქეებს მინდა ვთქვა და ეს ეხა მაყურებლის თვალში როგორც არის რომ არის ვიღაცა გიჟინიკა და ყველას ცემს მომზადება თლათ ეგრეც არ არის რა ემზადება ანალიზს აკეთებს და მეტად უფრო ღრმა ფსიქოლოგიის და გააზრების ადამიანია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც მასზეა გავრცელებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესე ნაირ მელიქიანივით, გიორგი ფოლადიშვილივით და ბევრი სხვა სპორტსმენისგან, სრულყოფილი სპორტსმენისგან განსხვავებით, სპორტული ცხოვრებით არ ცხოვრობს რა, არ იკლებს ყოველდღიურ იმას ცნობებს. კარგია ეგ. შორის მე ეგ უნდა ითქვას, რომ შეიძლება ვიღაც რაღაც პერსონაჟი კონდეს ვიღაცას პროფაილი, საბრძოლო პროფაილი, მაგრამ ესე ვერ გასჭი მებრძოლებს რა ერთი შეხედვით. ხა ბოკალოზე რაც ჩანს ისე გარედან პერსონაჟი კატეგორიზიაში და ცოტა crazy პირდაპირ აგებით ასე შემდეგ დაწუნებული ხა სახში ეგეთი არ არის და მეგობრებში ეგეთი არ არის სხვა მოტივი. არა, ურთიერთობაში ძალიან მაგას კიდე ეს უნდა რა, ბოდიში მას რო გაწყვეტენ, მაგას კიდე ცალკე გამბედაობა ჭირდება, რომ ეგეთი პერსონაჟი შექმნა, იმიტომ რომ შემდეგ ბევრი ამას გულშემატკივრობს შენ მარცხს და აი ძალიან ბევრი ჰეითერი გიჩნდება, უხოგონეს და ოღონდეს დაანოკაუტონ და ასე შემდეგ ეგ საუბრები მოდის და რომელი უფრო კარგია და ცურთულია კაცმა არის. ერთფეროვნად იმის თქმა შეგვიძლია რომ ეს მუშაობს. რეზულტატი ერთმნიშვნელოვნად, კი. ხო. და მადლობა. და ადგება ამ კაცს და რაც შეეხება ისევ აი ჩაშლილ ბრძოლას, რავი, ჩვენც ღია საკითხია და მე მინდა მაყურებელს მივმართო, რას ფიქრობთ? პირველი კითხვა ის არის სლავა მარგიშვილი იმსახურებს თუ არა ასეთი ვითარებაში ბრძოლის თან ჩახსნის შემდეგ იმ დათმობების ფონზე რაც ჩვენ წავედით მის მიმართ იმსახურებს თუ არა ეგრევე საჩემპიონო ბრძოლას შეძლებს თუ არა დაკლებას 93-ში და თუ ავიდა აბსოლუტურში იმსახურებს თუ არა ეგრევე საჩემპიონო ბრძოლას ანუ სამი კითხვა პირველი და მესამე თითქმის გაიგივებული აბსოლუტურში ვინ არის ჩემპიონი ბოდიში ხო ლაშაროინიშვილი შენია ეს ლაშაროინიშვილი შენი ოპონენტი გახევენ ბიჭო ოპონენტს კამარი მაგას აქვს 93-ში სლავა არ ვიცი მაგრამ მგონია რომ შემდეგი კამარზე მაგარი ბიჭია ეგ უნდა იყოს მე ჩემი ნება რო იყოს ეხლა არ ვიცი მატჩმეიკერები რას ფიქრობენ მაგრამ ნარსია საბა მე ვაჩხობდი მაგაც საბა ნარსია აი ჩვენ საშტა რო აქ ნაჩხუბა საბა ნარსია მე გამიხილავ კონტენდერად number 1 კონტენდერია უდაოდ ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას რატომ არა გიორგი შუბითიძე ვინაიდან მეტი მოგება აქვს ვიდრე ნარსიას თუმცა მარტივად გეტყვით რატომ არა შუბითიძე არის ნომერ პირველი კონტენდერი და არის საბა ნარსია და შუბითიძე ეგრევე მის მერეა ნომერ მეორე კონტენდერია საბა ნარსიას აქ დამსახურებული მოგება წაუგებელი სერიებით მოდის მიუხედავად იმისა რომ შუბითიძეს კიდევ უფრო მეტი მოგება აქვს ჩვენ შევთავაზეთ მას ბრძოლა ზუსტად საბა ნარსიასთან რაზეც უარი თქვა და ჩვენი რეგლამენტი ჩვენი შიდა წესებით ბრძოლას რო გთავაზობ და შენ თუ არ ხარ მზად უარს მეუბნები ხა გარკვეული მიზეზები ყველას აქვს ხა ვიღაცას ცოლი მოყავს ვიღაცას ღმერთმა ყოლა დაიფაროს ავია ახლობელი ყავს ცუდად ან კიდევ უკიდურესი სიტუაცია მაგებს არ განვიხილავ მაგრამ როცა უბრალოდ არ ხარ მზად არ გინდა გარისკო და ასე შემდეგ რეიტინგში დაბლაიწევი და შემდეგი იღებს შენს შანსს ეხლა ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს 66 კილოში
ნიკა მეთქი ირაკლი ჯეირანაშვილი არის უდაო ჩემპიონი დამსახურებული ეხლა მოვაწერეთ თურქი მებრძოლი ბარლას ეგეთი სახელი აქვს ზედმეტ სახელი ისე ახმედ გვარი არ მახსოვს ბოდიშით მაგრამ ბარლასი რა ვინც ადევნებ თვალს მუშტიკრივს იცით კლანებსში აქტიური მებრძოლია ერთ-ერთი ტოპ კონტენდერია იქაც და შევთავაზე ირაკლისთან რინგის გაზიარება და არა არ ვარ რომ მზადო სექტემბერში მივიღო და სექტემბრამდე რამდენი დროა სრულყოფილ კემპს ჩაატარებ არ ხარ მზად ოკეი შემდეგი იღებს შანსს და მე მგონი ძალიან ლოგიკურია UFC-ც ეგრე აკეთებს ხო მოიკანო რომ მოვიხსენიეთ ეხა ეს რეიტინგებში არ იმსახურებდა მაგრამ ეგ იყო მზად რომ მეათე იყო რომ ქარზე იყო მეათე მიიღო შანსი მასე ალაე ქვენტასა ხაბიბთან ბრძოლა ჩატარებული ხაბიბი ტონი ფერგისონის ბოლო ბრძოლა იმიტომ რომ იყო მარტო მზად ხვეწებოდა ხაბიბი რომ ვიღაცა მომეცი ჰოლოვეი გაიჩნდა მე ჰოლოვეი იყო პრეს კონფერენციაზე ჰოლოვეი დაждდა პრეს კონფერენციაზე და წონის კლებიდან იმდენად ბლუყუნებდა ტიპი და იმდენად ვერ ესაუბრებდა წონის კლებისგან ვაი ქეკიმებმა დაუგინეს რომ ამედი ალაე ქვენტას ეჭხმოდა ალაე ქვენტა ეჭხმა ყველაზე მაგრად ბიჭო ალაე ქვენტა ძმა რეიჯინგელი ყველაზე მაგარი უძრავი ქონების ბროკერია ყველა დროს თა როჩესტერში აქ ბიზნესი და ნიუ-ჯერსი ხო სუნთლა გადაერთო რეალ ესტეიტზე ხო მაგარი კაცი კი ძმა ალაე ქვენტა სახს ყიდის და ფასდა ხოწე დამიკეს ბიჭო და გიკლოკი სკისორ იმას რო ტეიქდაუნს რო სიზარ სვიპს რო короче აი თავისთავად თემა მოიტანა ეხა ბევრმა პირადშიც მომწერა რომ აი რა კრიტერიუმებით მიეცით ბერკე აქსოის ბრძოლა ნიკა ბოკელავაძესთან და რატო არა სხვა რატო არა იგივე საბანარსია აი თქვენ რას ფიქრობთ რამდენად იმსახურებს თუ არ იმსახურებს ბერკე აქსოი ნიკა ბოკელავაძესთან ბრძოლას და რიგაგეძმის აი თქვენთვისაც ვიცი რომ ბოლომდე ჩაშლილი არ არის არ მისაუბრია არც ერთთან რატო ბერკე და რატო არა ნარსია რატო არა შუბითიძე სლავას შემდგომ აბა თქვენ რას ფიქრობთ მე უბრალოდ ვარაუდი შემიძლია გამოხატო რომ ერთი რომ მზადის არის მეორე ტოპ კონტენდერ ტიპებს ძირითადად რაღაც მომზადებაში შეიძლება დრო დაჭირდეთ შორტ ნოუთისზე ბრძოლას თავი არ არიდო რა ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს მაგრამ უფრო განათლებული პოზიცია აგერ მას ჯიცერს ეკნება ძალიან სწორი ჰინთი მიეცი ჯიცერმაც ბოლომდე მე მგონი არის ის არ ვიცი ვინმესთან თუ უჭორავია მე პირადად არ მქონია ამაზე საუბარი და ჯერ ერთი ნიკა ბოკელავაძეს რო ეს თურქებთან ჭუბი უნდა და ეს ამბავი რო არის რომ ვინმე ყველანი მშიშრები როგორ ხართ ბიჭო რატო ელასება თურქების წევრი ბიჭო თურქების თემა არ ელაშება რამდენი ჩაეხსნა ეგ ხო მაგრამ თურქია ზოგადად ემზადება თურქი მებრძოლისთვის ჩანიშნა მე უცებ აღარ ეჭხუბებიან აი ერდოღანს ეჭხუბებოდა მაგალითად ინსპირირებულია ამ დიდგორიდან დაწყებული რაღაცა და ძმასთან ჩაუმიშა ძალკე ჰოშგორთან თუ ეგ ჰოშგორთანას ტრეშტოქშია იმენა გამწარებული დიდგორით ინსპირირებული გამაზე უნდა თურქებს ამ ჰოშგორთან აი ჯერ მანამდე იყო ტრეშტოქში და ამან ტიტული რო აიღო ხო პირდაპირ შეტევაზე გადავიდა და ისიც არაკლებს ჰოშგორი არაკლებს აქ აწეული და რავი მე ნიჩურტები მიკავია რომ გამას რინგზე მოხდეს ეგ ბრძოლა იმიტომ რომ რაწონაში ეგ ნიუანსებია ამას შევათანხმებთ რამენაირად გააჩნია რა მე მგონი ეს ახმეტისთვის უფრო ადვილი იქნება ასვლა თუმცა აზრი რომ დავამთავრო ბოდიში რაც შეეხება იმას ის თურქის სახელი დამავიწყდა короче პაშალუ შერხან პაშალუ შერხანი დაიჭხუბა მე ხა პირდაპირ ვერ დავაბრალებ ადამიანს მაგრამ ჩვენი წესებით ეგ ხელშეკრულებაშიც გაწერილი გვაქვს თუ შენ ბრძოლას ტრავმის მიზეზით ეხსნები უნდა წარადგინო სათანადო დოკუმენტაცია და იმ ვითარებაში როგორც მოიქცა ეგ ადამიანი არც წარუდგენია დოკუმენტაცია და რაღაც მიზეზებს მიედმოედებოდა თან ხო იცი ხა ტიპი რომ ეგრევე არ გიბრუნებს პასუხს და
დღე 2-3 პაუზას რო იყო. Короче, გამოცდილება მაქვს. 42 წლის გავხდები მალე. ბოლო 5 წელი matchmaking-ით ვარ ძირითადად დაკავებული და შემიძლია იმაზე ვივარაუდო, რომ მოიტყუა რა. პირდაპირ არ ბრალდებას არ დავაყენებ, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ არ შეასრულა როგორც მინიმუმ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ შენ გამაში ვეღარ იჩხუბებ, შერხან. თურქულად არ ვიცი ეს როგორ ავთ. ამიტომ მამია გადაუთარგმნე რა მე კომენტარებში. ხო და მიუხედავად იმისა, რომ შერხანს აღარ შეუძლია გამაში ბრძოლა. აჰმედკანი და ბევრი ეს ერთმანეთს იცნობენ. რაღაც წლების უკან თურქეთის ნაკრებში იყვნენ კრივის კიკბოქსინგის და შემდეგ და ბერკი აქსოიც მაგ გუნდიდან არის. და ხა მუშტიკრივში სხვადასხვა ორგანიზაციებში აქვს ნაბრძოლი ოფიციალურად მარტო კლანის რეკორდი უწერია თაპოლოჯიზე. მაგრამ მაგის გარდა კიდე 3 თუ 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მე მაქვს ნახე ეგ ბრძოლები ძალიან სერიოზული მეტოქია პირდაპირ ვიტყვი ნიკასთვის. და მაგის გარდა დიდი გამოცდილება აქვს სამოყვარულო მუაიტაიში, კიკბოქსინგში, MMA-შიც აქვს, მათ შორის პროფ MMA-ში ბრძოლები ჩატარებული, ამიტომ ხელი წამოსაკრავი მებრძოლი არ არის და ამ გათვალისწინებით თუ რამხელა ჰაიპი მოყვება ნიკას და პროფესიონალური სპორტი არ არის ოლიმპიური სპორტი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, დიდი ნაწილი აქ არის ბიზნესის და შოუსი. და რა თქმა უნდა ეხა და მათ შორის ნიკას ბოკელავაძეს გულისხმობ თხოვნით ნარსიასთან ბრძოლას მეტად ერჩივნა ბერკი აქსოისთან ბრძოლა. და ნარსიამდე, რა თქმა უნდა, სლავა იყო და ამის შესახებ ყველა მიცის, ეს საჯაროდ იყო და მათ შორის ლაშაროინიშვილს შევთავაზეთ, რომ 93-ში ეს ბრძოლა მიიღო, რაზეც მან ზადყოფნა ვერ გამოხატა. შუბითიძესთან ჩემს და სამწუხაროდ ეს მიუღებელი მიზეზია, მაგრამ რეალობა, რომელთანაც მიწევს გამკლავება, ძმაკაცობა, რის გამოც ნახევარი წელი სლავა და ბოკე ვერ ვაჩხუბე, იგივე მიზეზით 9 თვეა ბოკელავაძეს შუბითიძეს ვერ ვაჩხუბებ, ძმაკაცობენ და სამწუხაროდ მიწევს ამის გათვალისწინება და რამე ჩააგდო ესეთი ჩორტი ჩორტი კი ბატონო. ბიჭო, რავია, ეთყობა ვერ დავიხვეწე ბოლომდე ამ ჩორტების ჩაგდებაში არ გამომდის რა. ვეცადე არაერთხელ სლავა და ბუკეს შორის რაღაცანაირად ამ ბრძოლის შედგენა სამწუხაროდ თვითონ გადაწყვიტეს რომ ეჩხუბათ, ჩემი დამსახურება აქ ნაკლებადაა და ბოლო-ბოლო ეს ჩხუბიც სამწუხაროდ ვერ შედგება. დღესდღეობით სამომავლოდ არ ვიცით რა და როგორ იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლეგიტიმურია ბერკი აქსოის და ნიკა ბოკელავაძეს ბრძოლა 93 კილოში და ამის გათვალისწინებით, რაც მე ვთქვი, თქვენი აზრი რომ მითხრათ. თუნდაც არ ეთანხმებოდეთ, ანუ გამოუშვით, კრიტიკას ვიღებ. თან ეხა მე რაც ვნახე, რაც ლაპარაკე რომ ეს ბოკეს და თურქი მებრძოლების დრამა რაც არის, მაგასთან დაკავშირებით თვითონ აქსოიც როგორ დუხზე არის რომ პირველივე რაუნდში დავანოკაუტე ბოკელავაძეს რო ამბობს. ой, თურქი ტაისონს ეძახიან. თვითონ იქიდანაც რომ იგივე სიგნალია რომ აი პირველივე რაუნდში გაგთიშავ ბიჭო, უფრო ესეთია რა, ახლა ჰაიპური ჭუბი არის და მართლა რაც თქვი რომ პროორგანიზაციები არის ოლიმპიური და მერიტზე დამოკიდებული რა, მაინდა-მაინც ხა ეგეც მნიშვნელოვანი არის, ხა ისე არ არის რომ რაღაც ვიღაცა მიჭუბოს და ვიღაცა რო არ არის აქსოი, ეგეც თქვი ეხა ნაჭუბარი აქვს ბევრგან და განსაკუთრებით მუშტიკების ორგანიზაციებშიც, ამის გარდაც გამოცდილება აქვს და დანარჩენი ბიჭებიც ეხა ვინც არიან კონტენდერები, იმათაც ვერ იტყვი რომ რაღაცა 10-0-ზე რეკორდი აქვს რომელიმეს და აი უკვე დროა, მაგრამ არ ვაძლევთ, ეგრეც არ არის. ხა კაი ბიჭები არიან, მე ვთქვი რომ განსაკუთრებით ნარსიას მაგრად ველოდები ხამაზე, მაგრამ ჯერ მეგონი სამი ბრძოლა აქვს. შუბითიძე ბოკელავაძეს მე ჯერ სექტემბერში ვამუშავებდი, აი იმ სექტემბერში. ხო, მაგ ბრძოლაზე არ გამოდის გავიგეთ, ხო, არ გამოდის. გავცელდა რილსი რომ სპარინგობდნენ და მე გიჟებივით წააყარეს ერთმანეთს. მაგის მერე თურმე ეგრევე დაძმაკაცდნენ და აღარ ხუბობდნენ ხა. რასუზა. აი ზმაკაცობა ეხა ცუდი კი არის, მაგრამ ბიჭო, რავი ეხა, აი მე უფრო იმ
ფილოსოფიას ვიზიარებ, რაც არაერთხელ მამიას გაუჟღერებია, რომ ხა ეს საქმეაო ჩვენი, მე ვარ მებრძოლი, ეს ჩემთვის სამსახურია, ავდივარ, ჩხუბობ, ჩამოვდივარ, ჩვეულებრივად ვაგრძელებ ურთიერთობას ადამიანთან. საკუთარ ღვიძლის ძმასთან აქ არაერთხელ რინგი გაზიარებული. მამია. და რავი, ჩემთვის ძალიან მისაღებია. ძალიან მისაღებია, ეგ მიდგომა, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემ და მიუხედავად იმისა, რომ გულით არ ვეთანხმები, ვიზიარებ და პატივს ვცემ და ვიღებ მაგ მიდრეკილებას, რომ ძმაკაც ვერ ვეჭხუბები, ამიტომ სელავი. მაგას თუ ჩხუბი არ უნდა, როგორ დააძალები. ჩხუბია. ეს არ არის ბურთის გაგორება და გრეპლინგიც არ არის. გრეპლინგში ბაზარი არაა, მაგრამ მე თუნდაც მუშტიკრივი არის ჩხუბიც მო. კი. მე პირადად თუ ადამიანზე რომ წარმომიდგენია ხა უთქვამთ რომ რაღაც ვიჩხუბოთ და რაღაც MMA-ს ბრძოლა ჩავატაროთ მოდი ბუჩექს და რაღაცა. ანუ ისეთ ტიპებს უთქვამთ რომ აი თუ არანაირი აგრესია არ მაქვს შენს მიმართ. არა რო გეჩხუბო აგრესია უნდა მქონდეს შენ რო გეჩხუბო ჩემ თავს დავაჯერებ რომ შენ ხარ მაგარი ცუდი ტიპიც მო და შენ ჩემი ოჯახის გაძარცვა გინდა ან საჭმლის წართმევა გინდა ჩემი შვილებს დავაჯერებ და მე მაგის უკან გადმოჯერება უბრალოდ არ ხდება ბიჭო შენ არ ხარ პროფესიონალი მებრძოლი ბიჭი პროფესიონალი მებრძოლი არის რომ პროფესია არის მისი ბრძოლა არა რა მნიშვნელობა აქვს პროფესიონალი მებრძოლი თუ ხარ უამრავი სხვა ადამიანი ვისაც შეგიძლია ეჩხუბო რაღაც მაგაც უნდა ეჩხუბო ძმაკა მე ვიძახი რომ პროფესიონალი ორგანიზაციაში ხარ ერთ წონაში და შენ მაგაცი გამარჯვია და შენ მაგ ქარის მოგება გინდა ან მე არ ვიძახი რომ აუცილებლად ნეიჩხუბო მაგრამ ჩემ ეს ნორმალური არის არა ნორმალური შეიძლება მესმის ტიპების რომლებიც არ ჩხუბობენ იმიტომ რომ მე პირადად არ ვეჩხუბობდი ვისაც მაგაცო იმასთან იმიტომ რომ მაშინ უნდა დავიშალოთ მე და შენ იმიტომ რომ მე და შენ თუ ჩხუბობთ fuck you ნეიდიაზის ფსიქოლოგიასთან უფრო დაახლოებულია, თუმცა ამავდროულად აი მე არ ვიცი, აი გიგა გამიხარდებოდა აქ რომ იყოს რომ მისი აზრი გავიგოთ, თუმცა არ არის და ახლა მე კაი სამოყვარულო გამოცდილება მაქვს. პროპ სპორტში არ მიჩხუბია არასდროს. მაგრამ აი ნაირ-ნაირი მეთოდიკა მიცდია, ანუ აი შევიზიზღო ჩემი მეტოქე, შევიყვარო პირიქით. ვაფშე როგორც საქმეს მიუდგე და პროსტა ცივგულიანად გავიდე, გავაკეთო, გამოვიდე. და ყველასთვის თავისი გასაღები არსებობს, თავისი მიდგომა, ზოგისთვის ავი როგორც ილო იძახდა, წონის კლებისას ღვინოს სვავოდა პირიქით, კარგამადგებაო ეგო. და ასე შემდეგ. ზოგია რეალურად ზიზღშია და აი პიტბული როგორც უდგება თავის მეტოქებს, უმართლებს, ხო, აი რეალურად ტვინში უძრება, იმ ტვინს უღუნავს ჩხუბამდე, ჩხუბის დროსაც და უმეტეს შემთხვევაში ამართლებს. ახლა ტრეშ ტოკი მე პროსტა ცივსისხლიანად უდგები ყველაფერს, უდგებოდი ახლა რამდენი ხანი არ მიჩხუბია და თავარია რომ მე აი ესეთი დაწყნარებული გულით გავიდე და როგორც it's just business ეგრე შევხედო, მაგრამ ყველასთვის თავის გამოსავალია და თავისი მიდგომა. აი დოლია, შენ როგორ აკეთებდი, რო გითხრა? მიკროფონი არა გაქვს, მოკლედ. არა, მოკლედ. სამოყვარულოში სხვანაირადა, პროფესიონალში სხვანაირადა. სამოყვარულოში ვერ გაარჩი, მოწამდგეს რომ ამას არ შევხვდები და მიჩხუბია ყველასთვის, მაგას არ მიჩხუბია. თანიც მიჩხუბა დაგუხოცე ერთმანეთს, რომ სამოყვარულო სხვა მენტალიტეტია, სხვა თემა, ჩემპიონობის სიუძი, სხვა რამის სიუძი, რომ პირველი იყო, ხო? და პროფესიონალურში ზოგადად მატერიალური თემა. რეიტინგს აკეთებ, ბაზარი არა, მაგრამ თან ხელს თაღაზე ჩხუბობ. ეგ შეგიძლია არჩიო შემეძო. სამოყვარულოში ვერ არჩი. ფიზიკურად ვერ არჩი, იმიტომ რომ მე უფრო აი მიდგომას გულისხმობ, ანუ გირჩევნია რომ რაღაც სიბოროტეთ აღიქვა შენი მეტოქე, რომ შეჭამო მოკლა. თუ პროსტა just business-ია და nothing personal. პროფესიონალურში ჩემი საქმე ჩხუბი გავდიოდი. ანუ როგორც მამია უდგება სიტყვაზე მასე. ბიჭო, ეგეთი თემა.
ინდივიდუალურია. მე მაგალითად ჩემ ძმას ჭადრაკზე გავედით და ჩემი ძმა ერთად რაღაც ჩემპიონატზე და შეხვდით ერთმანეთს და საბავშვო მატი რო არის ხო საბავშვო შამათი რო არის ხო ეგ ჩავასმევინე იმიტომ რომ არც ვეთამაშე რა რომ მეთამაშე უეჭველი მოუგებდი მაგრამ მაგ იმაში არც შევედი ტიპთან იმიტომ რომ კონკურენციაში ნებისმიერ სახის კონკურენციაში ვიღაცასთან რო შევდივარ მე შენ კაროჩე ეხლა მინდო აღარას აგაორთხლო ხდები ანუ საქმეში იქნებოდა სამსახურში ვიღაცასთან კონკურენცია იქნებოდა ნებისმიერ თემაში მე და შენ თუ კონკურენტები ვართ მე მინდა რომ შენ აი განადგურდე რა ანუ მარტო ამ საქმეში ანუ ზოგადად ხო ხდები I'm gonna fuck you till you love me. Exactly I'm gonna fuck you till you love me I'm gonna eat your kids კომპლექსია თუ რა არის არ ვიცი bro მაგას ალბათ ჩემ ფსიქოლოგს უნდა ვკითხო ერთად მაგრამ ჩემთვის ხო ეს არის რა კონკურენციაში თუ ვართ ერთმანეთთან მაშინ მე შენთვის ყველაფერი ცუდი და ყველას თავისი პატივის ცემა და სამართლიანი კონკურენცია და რაღაცა არა I want you to fucking die მესმის და ნუ რავი ახლა ყველას თავის ცხოვრების გზა გავლი ყველა მეტნაკლებად შეისწავლა თავის თავი და ვიღაცას ესადგება ვიღაცას ისადგება მაგიტომ მიყვარს MMA რომ მარტო სპორტული თემა არ არის რა მარტო სპორტულ შეჯიბრებს ვერ ვიტან მაგიტომ მოსო PFL მაგალითად აი PFL არის სუფთა სპორტული თემა ორი მაგარი მებრძოლი გავიდა და ვაიმე როგორ ეჭხმუნა ერთმანეთს და bro who gives a fuck მოსაკლავად თუ არ ვართ ერთმანეთის შემოსული ერთმანეთს მოსაკლავად თუ არ ვართ შემოსული რაღაც ისეთი ისტორია თუ არ დევს ამას რომ დავერევით ერთმანეთს და საერთოდ სხვა დაძაბულობის სუნი თუ ატრიალებს ეგ დიდი ბრძოლები არ იქნება უბრალოდ სპორტული ინტერესით შექმნილი ერთ დიდ ბრძოლას ვერ მეტყვი ერთ დიდ ბრძოლას ამ დიდ ბრძოლას მეტყვი მაგრამ სუპერ ჰაი ჰიპერ დიდ ჭუბს ვერ მეტყვი რა კი ბატონო გეთახმები ხო და ნუ BMF-ის კამრის ბედი მინდა მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ რომ მაყურებელი მაქსიმალურად იყოს ჩართული короче ნუ უფრო ისეთ hardcore ფანებზე მაქვს მე გამომწერებზე გამომწერების გამომწერებზე ვინც აი იცის რა ვინ იმსახურებს და ვინ არა ახლა ბევრი პროსტა იმის ხათრით იწერს რა რო აიც მაგას დაუჭიროს ხარი და მე აუქმებს გამოწერას და მე იმ hardcore ფანებს მინდა მივანდო ეს თემა ვინც გამას აზრზეა რა აი ვითარება იცის რა არის შემდეგ მოხდა ვინ იმსახურებს ვინ არა და ამ შემდეგ მე მგონი ვინ არის სამართლიანი თამაში ზომბიო ხო ზომბი მე მინდა რომ გარდა პიტიც ბადურა ჩემი ძმა ბადურა ბიჭო სტოუნერი რო ქვია ადამიანს ხო ხდები მაგასთან ეხლა ბადურაში ვერ დაგეთანხმები BMF-ობაზე სტოუნერი ჩხუბების გამო არ ქვია ვიცი მე რა ხო და პირიქით მაგას ვუძახი უარყოფითი რეკორდით ტიპს BMF-ს ვერ ვანდო რატო BMF-ის მუღამი რომ წარება მეორე ხალხზე ზუსტად BMF-ის თემაზე BMF-ის რეკორდებს და იმას რა ქვია ფეხის ზომას და იმას როგორ იგებ არ აქვს მნიშვნელობა 12 წაგები არ მანე იდეაზმა დააკეთა რავი აგერ იმას რა ბურნუჩიანი არ არის ბურნუჩიას ხო ეჭხუბა ზმაუ ტიპი short note კი short note-ის იმასთან როგორ უარი უთქვას ბრძოლაზე შენ უფრო იცექთენ არა ნუ აქედან ამ განმოსახე არ არის რომ არავიზე უარი არის ხალხის გადმოსახედიდან მე ხალხსთან როგორ რეგულარულად მაგრად მევასება ბადურაში მეც მაგრად მევასება მუშტიგრებში ხო შიდა სამზარეულო BMF-ზე თუ BMF-იც არ არის მთლად ეს კამარი ახლა ჩემთვის გამანადგურებლის კამარია და ბადურა გამანადგურებლის სტორი არ არის ბევრი წაგება აქვს ბადურას აი მე მართლა გული გჯერა რომ კაი მომზადებით შიშველ ხელებზე ბადურას შეუძლია ყველას სემა ყველასე არ შეუძლია ბადურას. ანუ აი კარგი მომზადებული შიშვალ ხელებზე შეუძლია ხო აი ჩავარდნები ხოდზე და ეგ ჩავარდნები არის ჩემი აზრით ხასიათის თემები. ხასიათში აქვს ჩავარდნები და არა მომზადებაში. ხასიათების მებრძოლია ბადურა და კარგ ხასიათზე მომზადება თუ გინდა არ ქონეს ბადურა ჭავჭავაძის ჩხუბი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩხუბი. ჩემიც სხვათა შორის. ბადურა ჭავჭავაძე კლინჩის სამაგალითო ბრძოლა ჩაატარა ჭაჭამ. ყველგან დააფარეს ერთმანეთს თავზე სადაც შეეძლოთ, სადაც შეხვდნენ რომ საბუროთანას დადგნენ ყველგანი შეხავეს ბიჭო. კი, ძალიან მაგარი ბრძოლა. აი, რამდენი გამოჩხუბი მაქვს რა ყველა ის შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ბევრი მაქვს ძალიან ბევრი თან. და ეგ იყო რომ ნახე ეგრევე მეთქი მომენ უნდა ჩავწერა ვიდეო მიუძღვენი მეთქი აი ჩხუბი ნახეთ ბიჭო ეს რა ხო და ეხა ეგ BMF-ის კამარაზე რო ყოფილიყო ჭავჭავაძეზე იტყვი ხარ რა BMF ჭავჭავაძე უნდა იყოს კიდე რა ბიჭო ჭავჭავ ივარდიშა ჭაჭას ბიჭო ყველასთან ჩხუბი უნდა ყოველთვის არა ჭავჭავაძეს BMF-ს ბადურას თუ იმსახურებს მაშინ ჭაჭას იმსახურებს მაგრამ ჭაჭასთვის რა ბრძოლაც არ შემითავაზებია
ეხლა შიდა სამზარეულოს იმას გაგიმხელთ არასდროს არ გაგვიტანია საჯაროდ, მაგრამ ერთ-ერთ კორტავას ბრძოლაზე, როცა კორტავას მეტოქე ეხსნებოდა, ჩამაყენეთო. Let's fucking go. კორტავასთან ვიჩხუბებ. სულ ყველასთან ჩხუბობდა, როცა ჩხუბობდა ეხლა. ერთადერთი რაც შეეშალა ჭავჭავაძეს იყო სინგლეტი რო ჩაიცვა ამასთან, თორე დანარჩენი კაცურად ეხლა ცხოვრობენ. ძალიან მაგარი იყო იგივე და ჭიდაო იმ კონტექსტში რაც იყო რომ აბა გრეპლინგი ჭიდაობა არ არის, რომ ჭიდაობა არისო და ძალიან სასაცილოა. ანუ ძალიან მაგარი იყო ეხლა ზუსტად მაგისტვის გააკეთა რომ რაღაც ვაუ მომენტი შეექმნა. მე მაკითხვა რა. თუ არ ვიცი, უცბად მიპასუხე. გამა MMA სად არის? გამა MMA ეძებს გენერალურ სპონსორს. და დიდი ალბათობით მალე და იხილება. გამბოჩთით. აი ჩართეთ ივენთები რა, ძალიან მაგარი ივენთები იყო MMA. გამა MMA აი გამორჩეულად მაგარი ეხლა შენ ცოტა შეიძლება არ გესიამოვნოს, მაგრამ რკენაში ეგეთი ბრძოლები არ ყოფილა პირდაპირ გეტყვი. ლონტოპი აბრამეშვილი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. აი ნახე რა, კარგად ნახე გამა MMA-ის ბრძოლები და რომ ნუ რა ვიცი ეხლა რა, აი 1-2-3 ბრძოლა მაქვს, რომელიც შენ მე ორ ჩემს ანუ იმას მომაპირისპირებ ერთმანეთთან. მე ჩემი ფილოსოფია არის რომ მე ყველა აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია მინდა რომ ყველაზე ერთმანეთთან ძალიან კონკურენციაში იყოთ შენ ეს ერთი. მაშინაც გითხარი მე პოდკასტზე რომ მაგრამ არ მინდა რომ შენ დარკენა ჩახუტებულები იყოთ ერთმანეთთან თო. იმიტომ რომ მე არც ერთში ბიზნეს ინტერესი არ მაქვს არსად და ჩემთვის სულ ერთია რომელი გაიმარჯვოთ, მაგრამ ერთმანეთთან მინდა იომოთ, იმიტომ რომ თქვენ რო იომებთ მებრძოლები მოიგებენ თავისთავად. მებრძოლები რომ მოიგებენ MMA იგებს. თუმცა მიუხედავად იმისა, ნუ ვომობთ ეხა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ხო? კონკურენციაში რაღაც დონეზე ვართ. თუმცა ისეთი თავაზიანი ურთიერთობა გვაქვს რა. ახლა იმ ფილოსოფიით არ უდგებით როგორც შენ კონკურენციას უდგები. მე მაგითო არ ვარ. მე მაგალითად არ მინდა რომ რკენას ისინი ჰედები გაკოტრენა დაიჭირო. ხო, მაგითო მე პირიქით წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო და ვიმედოვნებ რომ იგივეა თქვენი მხრიდან. მაგითო მე არც ერთ ქართულ ორგანიზაციასთან ესე რაღაც ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ რამე ისეთი ინტერესი მქონდეს რა, რომ კონკურენციაში მაგ საქმეს არ გავაკეთებდი საქართველოში რა. ეს თქვენას საკეთებთ, მაგდონეს თანამშრომლობა არ შემიძლია. არა, შტატში არ აგიყვანოთ. ხო, არა, მე შტატში დასაყვანი არ ვარ. მე დაქირავებული მოლაპარაკე ადამიანი. MMA-ის კენო არა და გამა MMA ძალიან მაგარი იყო რა. გამა MMA ძალიან მაგარი იყო. რამდენიმე ბრძოლა გამა მოიცადეთ ეხლა. ხას ნუ სმევ. აი ხანი გავიდა ეხლა და იყო გავიდა ეხლა. სადაც გუშინ იმათ ვაკაცი დაგუბრიდა. ორგანიზაცია 3 წელიწადში ერთხელ ატარებს ივენს და ჩვენ რაღაცა ბოლო როდის ჩავატარეთ მარტში. ნახევარწლიანი პაუზაც არ გამოგვივიდა. შეიძლება სექტემბერში ისევ ჩავატაროთ. ამიტომ კურტანიძე ხო ვიჩხუბა თქვენთან. კურტანიძე ძალიან მინდა რომ ვიჩხუბოს ყველგან მაგალითად. ძალიან მაგარი მებრძოლები ყავთ. პირველ რიგში კურტანიძეს გამოვყოფდი მე. Iron Leg კურტანიძე. ეგ ბიჭი რაღაც მომენტში საუბარი იყო რომ გამაში უნდა ბოდიში რკენაზე უნდა ეჩხუბა, წინა რკენაზე და არ გამოვიდა საბოლოო ჯამში რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ მაგარი აღტაცებული ვიყავ რომ მეთქი მერტო ჩაჯდეს, მაგრამ არ. მე გიორგი ბექაურს ურავ გიჟივით. ჩემი ერთ-ერთი ის არის ჯილა არის ბექაურს მაგრამ ბექაურ მაგარია თუმცა ნუ აი მე დგომისში უფრო მომწონს ბრძოლები რა მე მიყვარს გრეპლინგი შეზეთ მეტად გიყვარს მოგონი გრეპლინგი ხო შეზეთ მეტად რა ეხა საეჭოზე მეტად გიყვარს მაგარია გრეპლინგი მაგარია გუში ქონა მაგრამ ბექაური რო წააქცევს მერე ზილავს და ურტყავს და იმაშვება და ეხა ის მოსაწყენი გრეპლინგია ანუ მუშაობს ჩეხავს ეხა და ეგ მე მგონი ყველას მოწონს კი თან პირ ვაშაყმაძესთან ბრძოლა გამახსენდა ჰაიკიკი როგორი ტკიცა კი წნა ნახდა მოკლედ სპონსორებო რა გამა MMA-ის უყურეთ ჯერ და მიხვდებით რომ უნდა დაასპონსოროთ რა აი, რაც შეეხება სხვა ბრძოლებს, რომ დაუბრუნდეთ, მაგაზე მინდა ყურადღება მივაქციოთ თქვენი. ნუ დარა და დუმბაძეს ბრძოლა, ფიქრობ რომ ძველი დარა თუ დაგვიბრუნდა, ნახდა ძალიან ისეთი ყურადღება მისაქცევი იქნება. ძალიან საინტერესო იქნება გოგონების ბრძოლა. ლიზი დიასამნიძე გვიბრუნდება რინგზე და
ხო და თვის ჩამოვიყვანეთ, ჩამოყავს უბრალოდ ჯერ საქართველოში არ არის უზბეკი მეტოქე. შემახსენე სახელი? აროფატ ტაიროვა. არ არის ხელწამოსაკრავი გოგო, ძალიან მაგარი სტრაიკერია, MMA-ის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ნუ სტრაიკინგია მისი ბაზა და არჩე სერიოზულ გამოცდას ჩაუტარებს ლიზის. დარწმუნებული არ ვარ თუ ჩააბარებს ლიზი, ამიტომ ლიზი, ეხა როგორც გამას მატჩმეიკერი არ გეუბნები, უბრალოდ როგორც გიორგი გოჩელაიშვილი, ქართველი შენსკენ ვარ. Всё. და წარმატებას გისურვებ და რა. ქართველისთვის კანფეტის ხუბი არ მიგიცია. მე ჩემმა ახლობლებმა იციან და თაზო ამარიანი ამას გაიმეორებს, რომ ჩემთან ახლობლობა შეიძლება სახიფათო იყოს თუ მებრძოლი ხარ, იმიტომ რომ ეხა თუ ჩემი ამოცანა არის განსაცდელში ჩავაგდო ადამიანი და ვანახო რეალურად რა შეუძლია თუ რა არ შეუძლია, თუ მიყვარს ადვილი განსაცდელი რა პონჩი უნდა შევთავაზო, ხო? ცალსახად რთული უნდა ხო, იყოს. მე მგონი ფაქტია, იმიტომ რომ 70-ის ჩემპიონი უზბეკია, 84-ის ჩემპიონი თურქია, 93-ში თურქი იჭხუებს კამარზე და რთული გამოცდა აქვს გოგოს უზბეკეთიდან. მოდი ასე გეტყვით რა. მე არ მიმაჩნია სწორი რომ ადვილი ცოტა ვცლად ვიტყვი და ცოტა შორიდან დავიწყებ. გამა თავიდანვე შეიქმნა იმ ამბიციებით, რომ საერთაშორისო დონის ორგანიზაცია გავხდეთ. საქართველოს ფარგლებში რაღაც დონეზე დავამტკიცეთ, რომ ეს ამბიციები ტყუილა დაბადებული არ არის, ხა დამეთანხმებით, რომ ჰაიპის მხრივ ყველაზე პოპულარული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორგანიზაცია ვართ. და ნუ რკენამდე მე მგონი ჩვენს ციფრებს ვერავენ ვერ აუდიოდა, ხო? და ამიტომ სოფლიო მასშტაბზეც გვაქვს დღემდე ამბიციები გასვლისა, რა თქმა უნდა, სათანადო მხარდაჭერა გვჭირდება, მაგრამ ეს ამბიციები არ არის გაქარწყლებული და იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ქართველი მებრძოლები იყვნენ კონკურენტულარიანები, თავისთავად ახლა ნაჩუქარი ბრძოლები არ უნდა გავუკეთოთ და სერიოზულ განსაცდელში გავატაროთ უნდა და სათანადო კონკურენცია შევუქმნათ. და ის მომენტი რომ ახლა გამაში ადვილი ბრძოლა არავის არ ქონია, ნუ რა ვიცი ახლა მცირე გამონაკლისები თუ თავისთავად გამოვიდა, თითზე ჩამოსათვალია და რავი ერთი ხელიც გეყოფა ჩემი აზრით. ძირითადად, რავი, ნებისმიერ რენდომად გამას მებრძოლს რომ დაადო თითი და კითხო, აბა ადვილი ბრძოლა გქონდათ, ხო? გეტყვის რომ რა? ივენა ერთ-ერთი მთავარი განსაცდელი რა ცხოვრებაში ყოფილ ვარ გამა იყო ჩემთვის. და ზუსტად ამის ხარჯზე რომ ძალიან კონკურენტული, ძალიან ახლო ბრძოლებია, ძალიან სისხლიანი და სასტიკი, მაგიტო იპყრობს მაყურებლის თვალს. და სოფლიო დონის ამბიციები თუ გვაქვს და თუ გვინდა რომ ვნახოთ ქართველი მებრძოლი გამარჯვებული სოფლიო დონის ორგანიზაციებში, ნუ UFC-ს ავიღებ კიდევ ერთხელ მაგალითად, იმიტომ რომ უდაო ლიდერია საბრძოლო სპორტში, ესე იგი სათანადო კონკურენცია უნდა შეიქმნას და ჩემთვის არ არის ვაფშე გულის გასატეხი ის მომენტი, რომ თურქი ჩემპიონი ყავს, უზბეკი ჩემპიონი ყავს თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების. მე ვარკვევ აქ არის ვინაა ძლიერი და ვაფშე არც ერთ ხარისხოვანი არ არის ჩემთვის, აბა შენ ქართველი ხარ თუ სომეხი, რავი, აზერი ხარ თუ უზბეკი თუ რა ვიცი, ავსტრალიელი თუ რავი, ჩუჩმეკი. სუცალფეხზე მკიდია, როგორი მებრძოლი ხარ და საქმეში როგორი, ასე ვთქვათ, კეთილშობილი ადამიანი ხარ. აი ამ ორ ფაქტორს აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად ჩხუბობ, welcome. არ ხარ ტრაკი ადამიანი, რომელიც სიტყვას მირღვევს და რაღაცებს მატყუებს, მით უმეტეს welcome. Всё. იქ ქართველი ხარ, იქ ბებია იზიდი ყავდა თუ ბაბუა სომეხი, ვაფშე არ მაინტერესებს რა. ვინაა ძლიერი, მაგას ვარკვევს და ვინ უფრო ქართველია, მაგას ხარ ვარკვევს. სხვა დონის ჩარევა ამ სპორტისთვის მაგარი უპატივცემულობა, აი თუ MMA
მუშტი კრივიც ალბათ. სამართლიანი არ არის, განსაკუთრებით შეიმჩნევა ამაში. სამართლიანი ფიქრობ თანაბარი, სამართლიანი და ვიღაცას ოდნავ რო წაქეზებისკენ როგორც კი ოდნავ ხელის შეწყობას როგორც კი იგზნობს ხალხი, რომ ვიღაცას ხელს უწყობენ რაღაცაში. ეგრევე ეზიზღებათ, იმიტომ რომ ყველა ეს გულშემატკივარმა იცის, რომ სამართლიანობა ამ სპორტისთვის არის ნომერ პირველი რაღაც. ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში, თანაბარი წესებით, თანაბარი ყველაფრით. შენ როგორ მოემზადები ხა იქ მარტო ეგ უნდა იყოს ცვლადი, ანუ შენ უნდა იყოს ცვლადი. დანარჩენი ყველაფერი უნდა იყოს ერთი და იგივე. რაღაც დონეზე მოგვესხა გამა გრეპლინგის ფარგლებში დაღესტნელებმა გადაგვიარეს? ნუ ხო, მოდი არ დავმალავ, გადაგვიარეს კი ბატონო. გადაგვიარეს. ნუ ხა მთლად ვერა, მაგრამ ხო გაიმარჯვეს უდაოდ და ნუ სერიოზულად. რა მთლად ვერა ბიჭო. ნუ ეხა ვეკუასთან ძალიან ახლო ჭიდაობა იყო და გაბრიელ ბარამიასთანაც ძალიან ახლო ჭიდაობა. რამდენი იყო? გაბრიელს შეეძლო მაგის, მაგრამ შეეძლო და ვეკუასაც შეეძლო, მაგრამ ნუ მოხდა ისე როგორც მოხდა. თუმცა ნუ უფრო წინ რო არიან ჩვენზე გადაგვიარეს. უფრო წინ რო არიან ჩვენზე გამოჩნდა და ნუ გადავლაც დავარქვათ, არ შემცხვევა მაგ სიტყვის და უყურე ეს იყო რაღაც დონეზე reality check-ი რა. და ამ reality check-ის ჩატარება ნუ ყოველთვის საჭიროა ჩემი აზრით და ეხა იქ რაც ქართველები ვართ, მაგრები ვართ და რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, არასწორი იქნება. მოდი მაგასაც ვიტყვი კი ბატონო, გეთანხმები რომ top contender-ები იყო ჩვენი top team-ი არც მიახლოვებული მე ისე ვიტყვი. ხო, მაგრამ ეხა ეგეც ხო საჩვენებელია რომ მეტად ანუ დაღესტნელებმა გამოუშვეს თავის ნუ ტოპები თუ გინდა დავარქვათ, თუმცა თუ როგორც იძახიან, პროსტა ჩვენ ვართ რაღაც კლუბი, სიტყვაზე როგორც Grapple Street-ია, Legion-ია და ბევრია უკვე საქართველოში. ჩვენ ვართ აი ამ კლუბის წარმომადგენლები. შეიძლება ხო საუკეთესოები, მაგრამ ნუ ისიც ხო მაჩვენებელია რომ მობილიზება ვერ შეძლო ქართულ კლუბებმა. იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი იყო იმიტომ თუ ამიტომ bro, აი მე როგორც გამას matchmakers ცალფეხზე მკიდია რა, მე ჩემ ორგანიზაციაზე ვზრუნავ და ჩემთვის ეგ მაჩვენებელი იყო. ნუ ეხა სოფლიო ჩემპიონატზე რომ მიდიან რამდენიმე უე მაშინ რატო არ იყვნენ დაღესტნელები აი ეს გუნდი წასული იმ სოფლიო ჩემპიონატებზე? იმიტომ რომ ანუ ვერა თუ არა? ანუ ვერ დაიმსახურეს და მაგიტო. ნუ რა ვიცი. არა, ეს ოლიმპიური სპორტი არ ქონია რუსეთს მაგ თორე ჯიმი რაზმაძემ სოფლიო ჩემპიონი IBJJF-ის მუჰამედ შახბანოვი ACBJJ-ს დაიჭირა. გეთანხმები რომ top team-ი არ იყო, გეთანხმები, მაგრამ და არავის არ მივაყენებ ახლა რაღაც შეურაცხყოფას და წყალს არ მიუდგავ არც ჯიმი რაზმაძეს, არც ნებისმიერ გრეპლერს, რომელმაც გასაგებია ყველას თავისი გზა აქვს და ყველას უპირატესობა ამა თუ იმას მიანიჭა. და იქ ჯიმი რაზმაძე იქნებოდა, ამიკო იქნება და ნიკა შერვაშიძე თუ ავი პავლე ღობეგლეჯიაშვილი თავის საქმეები ქონდა, მაგრამ ჩემთვის მაჩვენებელია იმაზე ვიძახი, რომ მობილიზება ვერ შევძელით. თუ ვერ შეძლეს, ავი ქართველი ვარ და ვერ შევძელით ვიძახი. და ნუ გასათვალისწინებელია და სასწაულია ჩემის აზრით ეს მომენტი. სხვა რაღაცებიც სასწაულია. ხო და მაგალითად ლადექსა იყო მოსული, ლადონაცლიშვილი, ჩემი კოლეგა და ძმა, უფროსი ძმა, UFC-ის კომენტატორი და მე და ჩემი ყოლა და სხვათა შორის რეგიონი. თემოს არიცალა AGP ხონდა მეორე დღეს. და რაღაცებს ანუ რაზეც გაბრაზდა მთავარი იყო ის, რომ ჩვენები მაგალითად ცდილობდნენ რომ შესულიყო იგივე ეკვივალენტი ახლა იმაში რომ წარმოედგინო რომ ერთი დარტყმით ნოკაუტს რო ცდილობდნენ მარტო ბრძოლაში, ანუ მარტო რომ მიდიოდნენ და მარჯვენა ჰუკით ნოკაუტს ცდილობდნენ. ეგ ეჭიდაობდნენ ტიპები, რომ დაუკვირდი მართლა, ანუ ყველა ცდილობდა რომ ეგრევე დაესაბმითებინა რაღაცა. ანუ არც პოზიციის განვითარება, არც A, B, C, D ნაბიჯები კი არა, A-დან F-ზე გადასვლა ეგრევე, როცა ეს ნაბიჯები თუ არ გაიარე, კონტროლს კარგავ, მას კარგავ. ამას ნუ ეხლა ცოტა თემაზე გადაუხვიეთ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ მე არ მიმაჩნია ჩემ ამოცანად რომ ვიღაცას ეგო დაუბუსტო და რაღაცა სტერეოტიპებს ვემსახურო რომ აი მაგრები ვართ იმიტომ რომ ქართველები ვართ. არა, მაგრები ვართ იმიტომ რომ ვიშრომეთ. მაგრები ვართ იმიტომ რომ ენ რაოდენობით სისხლი და ოფლი დაუღარეთ. შენაც თუ რეალიტი ჩეკი ეგ უფრო და რეალიტი ჩეკის მოწყობის მომხრე უფრო ვარ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს
ხალხისთვის, ვიდრე რაღაცა ზღაპარში ცხოვრების, რომ აი მაგარი ვარ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. არა, აფშე არაფერ შუაში არაა, ქართველი ხარ, სომეხი თუ აზერი თუ თურქი, თუ გაქვს ტალანტი, ამ ტალანტს განვითარებაც უნდა და თუ მაღალ დონეზე კონკურენციაში ხარ, აი კაცი ჭამიებში ხარ, ხო? უბრალოდ იმიტომ რომ ტალანტი გაქვს, ვერ მოიგება. ყველას ტალანტი აქვს და ყველა այն რაოდენობით დროს ხარჯავს და ძალისხმევას იმაზე რომ გახდეს დღითი დღე უფრო საუკეთესო. ამიტომ შენ თუ ვერ ჩაები მაგ ასპარეზობაში, მაგ რბოლაში ვერაფერს ვერ მიაღწევ, ანუ პროსტა ტალანტს ყოველთვის უგებს შრომა. კი, გეთანხმებ. და ზოგჯერ ტალანტი აზარმასებს კიდეც, იმიტომ რომ ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ რა მაგარი ნეჭერი ხარ, მაგარი ნეჭერი ხარ და მე ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი რომ რაღაცეების გამო მარტივად რომ ვიგებდი რაღაცებს. მაგის გამო იმ რაღაცებში ბევრს არ შრომობდი და ბევრს არ წვალობდი და მე მაგან წამიჭირა და მე მომიწია რომ მე ვარ ხარ ეს მზარმას ტიპი არ ვარ. სხვათა შორის დამეკომპენსირებინა ეგ რა. მეც დამინახია ეგ ცხოვრებაში, ჩემშიც და სხვა ბევრშიც. ისევ ქარს დაუბრუნდები თქვენის ნებართვით. გადაუხვეცო. MMA-ს შევეხეთ, გრეპლინგს შევეხეთ. დიასამნიძე და არაფატ ტაიროვას ჩხუბი 55 კილოგრამში დამიჯერეთ. შეიძლება ბევრ კაცების ჩხუბს აჯობოს ამ ბრძოლამ. დარაზე და დუმბაძეზე ვისაუბრეთ. ნამიკ აჰმედოვი გვიბრუნდება და გია ბარკალაი ასე ჩხუბება. ორივეს დასამტკიცებელი აქვს, იმიტომ რომ ორივე ბარკალაი ჩხუბობს. კი. კი. კი, ხო, აბა რა გიგონა. ნარდებს და არიგებს და ასე შემდეგ. და წაგებული აქვს ორივეს ბოლო ბრძოლა? ნამიკასაც წაგებული აქვს და ბარკალაიას დებიუტია. დებიუტია, კი. სამანდართან, აროფატთან ჩამოდის ბაბურ ურუმბაევი, გამა MMA ახსენე და გამა MMA-ში აქვს მაგას ნაჩხუბი. თუმცა უფრო სტრაიკერია და გვპირდება რომ სასტიკ ბრძოლას შესთავაზებს ნებისმიერს. ვინაიდან ასეთი იმით არის დაპირებებით ჩვენს არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და სერიოზული მეტოქე შევთავაზეთ ეგრევე ვახტანგ აპრასიძე. ვახტანგ აპრასიძეს სულ ერთი ბრძოლა აქვს პროფლიგაში ჩატარებული, მანამდე მოყვარულებში ვნახეთ ჩვენ. ნუ აი ძალიან სასტიკი. ჯერ ერთი 77 კილოა, მაგრამ ერთი თითქმის 2 მეტრია სიმაღლით, ანუ აი კუთხიდან გამოსვლაც არ ჭირდება, იქიდან მუტყავს მეტოქეებს და აი ტიპი ვინც ეჩხუბა პროფლიგაში მას, ისეთი ზიანი მიაყენა, რომ აღარ აპირებს ზოგადად თავიდან აპრასიძეს მეტოქე სამწუხაროდ აღარ მახსოვს მისი გვარი და სახელი მოვიდა ისეთი შემართებით რომ MMA, გრეპლინგი, მუშტიკრივი, აი რაც გაქვთო თვეში 3ჯერ ყველაფერს ვიჩხუბებო. ანუ აპრასიძესთან ბრძოლის მერე, ნუ არაფერს არ უკარგავ, იმ კაც ბოლომდე იჩხუბა. მაგრამ რავი, სახეზე რა ძვალიცაა ყველაფერი გატეხილი ქონდა ამ ჩხუბის მერე. და ამ ჩხუბის მერე ზოგადად ჩხუბზე საუბარიც აღარ უნდა რა. არც ერთ ჩხუბზე. არც MMA-ზე, არც გრეპლინგზე და ანუ ღირსეულად ხვდებით უზბეკეთს. ხო და სოფის თუ აროფატი უტარებს სერიოზულ გამოცდას. აი არ ვიცი ბაბური თუ გაივლის აპრასიძეს გამოცდას. მე არ ვიძახი რომ რაღაცა შეუსაბამი დაპირისპირებაა. მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ თვალი არ დაახამხამოთ. ესეთი სასტიკი ივენთი მე მგონი ჯერ არ ყოფილა გამაში. ამიტომ undisputed. The undisputed. Is it trailer ნახე? ნახე. როგორ მოგეწონა? ბიჭო მე ვგიჟდები თქვენ კრეატიულ ტრეილერებზე მე ვასებახას. გონია რომ ეგ შენი მარტო შენი შენ გევასებო მსახიობობა და შენ გინდა რომ ეგ ხდებოდეს. თორე ანუ რაღაცნაირად აი ელფერს შემატებს რა ეხლა. გამა რაღაც 56 ჯობია გამა undisputed ერკვას, ხო? სახელებიდან როდის გაგითავდება მაგას ველოდები გიჟივით, მაგრამ თავიდან მეც ვიღაცამ შემაშინა, მაგრამ სუგაირიჩის კინოებზე ვიყავი ორიენტირებული. რა გამოვლებს? რა გამოვლებს? ეხლა არის გამო 51. 11 თუ 16, არ ვიცი, არ დამიტყვია. იცი რა არის? მე ვიზავდი რომ გამას ნომერსაც ვიტყოდი და სახელსაც დავარქვევდი.
მიღებულია. დავითვალოთ მაშინ. თუ 50-ე მახსოვს რომ იყო ბოლო. იმიტომ რომ საიუბილეო 50-ე ივენთი თუ ქონოდა ფეხებზე გაკიდა, იმიტომ რომ არც გახსენებია საიუბილეო რო იყო და უბრალოდ სახელი ერქვა. 50-ე ივენთი ჩაატარე ბიჭო. მე რავი 56 თუ რაღაც ეგრე მგონია. მაგრამ დასათვლელია, ნაღდათ არ დამითვლია, ნაღდათ არავის დაგვითვლია. მე ასე გამა შეიძლება ისე გაიარო რომ ერთ შეამჩნიო. ხო, გამა ხვიძლი. მე ასე გამა დამატიცე. 5 წლის რო გავხდით RSG-დან მოგვივიდა ის შეტყობინება გილოცავ დაბადების დღეს და ვა 5 წლისები ვარ. ეწყო მე რა გადავიხადეთ ვითავს. დაბადების დღე მაგის ფონზე ყველას დიდი მადლობა ვინც დაგვეხმარა ამაში. მოკლედ მოდით აუცილებლად გამოიყენეთ პრომოკოდი ლუკა ფასდაკლებისთვის მეგობრებო. გელოდებით არა მადლობა. ლუკას იქნება მართლა. ლუკას გავუკეთეთ. ტოპ ივენთი იქნება ინიბაევი მელიქიანი არის რაღაც სასწაული ჩხუბი. უპასო დარბაზლებს ტიპი ეკაუტ. ძალიან ივენთი ძალიან მაგარი არის და გელოდებით ყველას. გამოიყენოთ პლატფორმა. როგორი გაკეკილების ნესმენი. ბიჭო, აი შენ რომ მოგცე უფასოდ. მე ლუკასაც ხომ უნდა მივცე, მე დოლიასაც უნდა მივცე. არ გაქვს ბიჭო უფასო ეკაუტები გამაებს ტიპის. მოიცა, მომისმინე. კომენტატორია ბიჭო. კარგად მომისმინე და მე გაჰა. მე არ მაქვს. გიგას არა. აქსანასაც არა აქვს უფასო. 25 ლარი ენანება. შენ ვაფშე შენაზე ლაპარაკობს არც ქონია, განა უფასო ქონია, არ ქონია. ამას ფიტპასივით გავუკეთე, დაუკვირდე ხელპასიდან და გავუკეთე გამაებს ტიპი. კაი აზრია, მაგრამ კაი აზრს მაქვს. ბაბუ დამიზახე ხო. ხო და ეხა რავი დუწუწუნებთ რა. აქციაშია სხვათა შორის, ხო, სუდამავით აქცია 13 ლარად ვიფ-პეკეჯის გამოწერა შეგიძლიათ. პრომოკოდი გინდა ლუკა, გინდა მაესტრო თუ გამოიყენებთ 10% დააკლდება, ანუ 12. კაი, არ შემოვა. ლუკა გამოიყენებთ. არ შემოვალ კონკურენცი საკუთარ თანამშრომელს ხელფასი დაწეს ათროს ბიჭო. ლუკა გამოიყენებთ. არე ვაუქმებ მაესტროს პრომოკოდს. ჩემი ხმაც ლუკას აქვს და დაპირდა რომ ერთ დაპატიჟებო ამსტერდამში მივდივართ. მე რატო არ ვპატინე? შენ აგერ იმაზე არ წაგვიყვანეთ მაგრამ. რა ქვია? ბორჩხალებზე და უძე არ წაგვიყვანეთ. ხო, თუმცა მე რო არიტიროთ, აქვე გეუბნებით, პრომოკოდი ლუკის გამოყენებით რო შეიძენთ 13-ის მაგივრად 12 კი არა 11 ლარად და 70 თეთრად VIP გამოწერას. What? ხო. 70 თეთრი რა იყო? ნუ პროცენტულად დააკენეთ. ხო და მე თუ არ გააუქმებთ გამოწერას შემდეგ თვეს 25 ლარი 22.5 ლარი ჩამოგეჭრებათ. თუ ლუკას გამოიყენებთ და თუ არ გინდათ რომ ჩამოგეჭრათ უნდა გააუქმოთ, მაგრამ მე მგონი არ უნდა გინდოდეთ რომ ჩამოგეჭრათ, იმიტომ რომ პიტი და ციკლაურის შეჯიბრია შემდეგი კორტავა ბოკელავაძე სამანდარი ტრაუმის გარეშე თუ არ იქნება ტიტულს დაიცავს და ნუ კაროჩე რა. შეიძლება პიტი ციკლაური, კორტავა ბოკელავაძე და სამანდარი ნიბაევი კიდე რაღაც ვნახოთ სექტემბერში. ბოკელავაძეს ორი ბრძოლა აქვს ჩანიშნული, კორტავა ბოკელავაძეს არის ჩანიშნული და ესეც? ნუ ჩანიშნული ისეთ თემაა რა, თვითონ იძახის რომ მზადა სამანდარიც, ბოკეც იგივეს ბაზრობენო, ტრავმა თუ არ გვექნება ვიჩხუბებთ. არ გაანაწყენოთ ღმერთები. ბიჭო, ნუ მე კარგად იქნება ვიჩხუბებს მაგას. კარგად იქნება, მაგრამ მე ეს ღმერთებს არ უყვართ ეგეთი რაღაცები. აი, ჩემი ერთ ამ თვეში ამას ვიჩხუბებ, შემდეგ იმ თვეში იმაში ვწევ და შემდეგ თვეში იმას, მე სიგიჟეები ხდება ხოლმე. თუმცა კორტავა ბოკელავაძე ორივე ფორმაში და კარგი კარდიოთი და ნავარჯიშები იქნება, მართებთ პირადად ჩემი მართებთ ერთი ჩხუბი. ბაზარი არა. ბაზარი. ხო და ნუ ბევრი და მაგის გარდა კიდე ბევრი კაი ჩხუბია, შემახსენე გიო, მაგის გარდა კიდე ისა იგივე სექტემბრის ქარდზე. სექტემბრის ქარდზე 25 კი არა 50 ლარს გავხდი ბლიად იმდენი წამია. მუკვანი გორილა არის. მუკვანი გორილა, ოღონდ ის ზვიად მუკვანი. კი.
გიგიბერიძე ანრი ოხანაშვილი ნიკა ანრი ოხანაშვილი ბიჭო ნიკა ოხანაშვილი გიგიბერიძე yes ციკლაური ბიძინა ივანიშვილი პიტბული ციკლაური და სავარაუდოდ ნიკა ბოკელავაძე ბექა კორტავა და ენიბაევი და ენიბაევი რემაჩი თუ მზად იქნება კამარს დაიცავს გიორგი ყაველაშვილის წინააღმდეგ ეხავე გამოვიწერ მე ახლა გამოწერა სექტემბერში გამოწერა არ გაკ გამოწერილი გამა FC TV ხო ბიჭო მე მიმყავს ეგ ლაივში ხო არ უყურებ უყურე ხო იქ ეკრანი არ გაქვთ ხო იქ კი მაქვს გაქვს და მაშინ აი როგორც გიორგიმ შემომთავაზა გიორგი დოლიაშვილს შენ და ზუკა გადელიას ჩამოგაჭრით 25 ლარს ხელფასებით პრომოკოდი ჩამოაჭერი პრომოკოდი მაესტრო და კი შოუი არა შუდლა ნახევარი არა მართლა ის სექტემბერში 1-2 მინდა ეგეთი და შაურმა გამირტყია რა გინდა მართლა ტოპ ივენთი არის ეს და სექტემბერი ახლა რაც ვქი არ ვიცოდი და ძალიან მაგარი ივენთი არის let's fucking go ძალიან მაგარი ივენთი გამა ფაით ჰოლი ამართლებს მაესტრო რა ბრძოლებს ნიშნავს მართლა ვიცი მარტო მაესტრო არა კარგი მეჩ მაესტროს და გოგლებს კარგი matchmaking გიორგი ჭავჭავაძე ერთად ვაკეთებთ ამ ჭავჭავაძის ყველაფერს მაგარ ბრძოლებს ნიშნავს კი ბატონო ჭავჭავაძე და მაესტრო კი დოლიაშვილი მაინც საჯია ხო ხოთე კეთილი მეგობრებო გადახედეთ cards რა მე მგონი უკვე შეგვიძლია ბოლოში გავიდეთ ხო დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამ ივენტზე მეათე ბრძოლა არ არის ჩანიშნული და შენ bro გამატივის გამოწერის გარეშე დაჟე ჯერჯერობით შეგიძლია შემოგთავაზო თუ ვინ ვაჩხუბოთ მეათე წვილად ვისი ბრძოლა გაინტერესებს აი მე პირადად ძალიან მინდა სამსიანი ვნახო ამ კარტში და თქვენი აზრი დატოვეთ თქვენ რა სიტყოდით მეგობრებო დაემშვიდობეთ ჩვენს მაყურებელს და წავედი მე კი ვორჩხალების საჭმელად პრომოკოდი ლუკა გამოიყენეთ UFC-ს სეტანტაზე უყურეთ და stay black და გრეპლინგზე მოდით უეჭველი კეთილი მადლობა